Colors and thoughts are bright. Neurons fearing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. მოგესალმებით. თუ ჩვენს Facebook გვერდს თვალს ადევნებთ, უკვე გეცოდინებათ, რომ სიმსუქნე ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ დღეს ინტერვიუზე დავითანხმეთ ალბატონი მარინელი პარტია, სიმსუქნის მედიცინის სპეციალისტი ბოსტონში. მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა არის სიმსუქნე. გამარჯობა ნატო, დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენს ძალიან საინტერესო პოდკასტში. რა არის სიმსუქნე? ამ კითხვით ვიწყებ ჩემს ყველა ლექციას და როგორც წესი პასუხი არის ხოლმე ჭარბი წონა ან ზედმეტი გაცხიმოვნება. სინამდვილეში სიმსუქნე ეს არის დაავადება, რომლის დროსაც გვაქვს ან ზედმეტი ან არანორმალური გაცხიმოვნება, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ეს არის ქრონიკული მორეციდივი, ანუ განმეორებადი დაავადება. ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ ითვლება სიმსუქნე საერთოდ დაავადებად და არა როგორც ძალიან არასწორად არის მიჩნეული, მხოლოდ ვთქვათ ცხოვრების წესად ან ნებისყოფის ნაკლებობად და ასე შემდეგ. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ანუ რატომ ითვლება დაავადებად? რა თქმა უნდა, დაავადებად ითვლება არა რაღაც გარეგნობის გამო ან უბრალოდ ადამიანს რამდენი კილოგრამი აქვს ამის გამო. დაავადებად ითვლება, იმიტომ რომ აკმაყოფილებს დაავადების კრიტერიუმებს. რას ნიშნავს? ვიცით განსაზღვრული პათოფიზიოლოგია, რაც გვაძლევს სიმსუქნეს, გვაქვს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და მესამე რაც ყველაზე მთავარია, უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. გასაგებია, დიდი მადლობა ასეთი პასუხისთვის. რადგან გითხარით, რომ ვიცით მისი პათომექანიზმები, ანუ ვიცით რითი არის გამოწვეული სიმსუქნე. შეგიძლიათ ამაზე რამოდენიმე წინადადება გითხრათ? ანუ ჩემი მთავარი კითხვა არის ის, რომ როდესაც ვიბადებით, თუნდაც უკვე ძალიან მცირე წონით, განსაზღვრულია, რომ ჩვენ ოდესღაც გვექნება ეს დაავადება სიმსუქნე? ძალიან კარგი შეკითხვა, ანუ სიმსუქნე ვიცით, რომ არის მრავალფაქტორული დაავადება. რას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს მის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. გვაქვს ვიცით მრავალი გენის, 500-ზე მეტი გენის შესახებ, რომელიც განაპირობებს ადამიანის წონას. და ვიცით ასევე არის გენეტიკური მუტაციები, რომლის დროსაც ფაქტიურად გარემოს ნიშნულობა არ აქვს, ეგრეთ წოდებული თუნდაც მონოგენური სიმსუქნე, როცა პაციენტს განუვითარდება სიმსუქნე. თუმცა ესეთი შედარებით უფრო იშვიათ ფორმებს წარმოადგენს, რამდენადაც ჩვენ ვიცით. დანარჩენი ადამიანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება, ანუ გენეტიკური განწყობა, მაგრამ გარემო და გარემოში მარტო კვება არ იგულისხმება, გარემოს აქვს ასევე დიდი მნიშვნელობა. ანუ შეიძლება გენეტიკური განწყობა თუ საერთოდ არ არის, რამდენი ადამიანი ვიცით გარშემო, რომელსაც არასდროს არ იმატებს წონაში, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა იკვებოდეს და რაც არ უნდა ქონდეს ცხოვრების წესი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მაინც და მაინც ჯანმრთელები არიან ან ჯანსაღი წესით ცხოვრობენ. თუმცა გენეტიკურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმსუქნემ ძალიან მოიმატა რიცხვმა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გენეტიკა კი არ შეიცვალა, უბრალოდ ამას დაემატა გარემო ფაქტორები, რომელსაც დღესდღეობით ვეძახით ეგრეთ წოდებული ობეზოგენური გარემო. ანუ ჩვენი გარემო, ჩვენი ცხოვრების სტილი, სამსახურის სტილი და ასე შემდეგ ყველაფერი ახდენს გავლენას. რადგან სიმსუქნეს განვიხილავთ როგორც დაავადებას და ვიცით, რომ ყველა დაავადების ყველაზე კარგი მკურნალობის მეთოდი პრევენცია. არსებობს რაღაცა ისეთი მეთოდები, რომლითაც შეიძლება მოვახდინოთ სიმსუქნის პრევენცია? ძალიან კარგი შეკითხვაა და სამწუხაროდ ამაზე 100%-იანი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვიცით გარემო ფაქტორები, რაც გენეტიკას ვერაფერს ვერ უსაუთ, ხო? გარემო ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს. თუმცა, აი მრავალი public health-ის ჯანდაცვის სფეროში ჩარევების
მიუხედავად ეს პრობლემა ჯერჯერობით არ არის გადაჭრილი და სიმსუქნის რიცხვი ისევ და ისევ იმატებს. პრევენციაში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება, ნაკლები ultra processed food, როგორ არის ნახევარფასატები და ეგრეთ წოდებული სწრაფი სწრაფი კვების და კვების. ესენი ნამდვილად ვიცით, რომ უარყოფით გავლენას ახდენს, ხო? დღის განმავლობაში ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სტრესი, ძილის დარღვევა, ცირკადული რიტმის დარღვევა და ასევე ეგრეთ წოდებული endocrine disruptors, ენდოკრინული სისტემის ნივთიერებები, რომლებიც არღვევს და უარყოფითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, იგივე ეს პლასტიკატებში და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას აქვს უარყოფითი გავლენა, თუმცა ის, რომ აი ერთი რაღაცა, რაც თავიდან აგვაცილებს, თქვა ჯანსაღი წესის გარდა, ესეთი რაღაც სამწუხაროდ არ ვიცით, არის თუ არა. როგორც მე მივხვდი, უმრავლეს შემთხვევებში ადამიანებს, რომელთაც აქვთ სიმსუქნე, როგორც დაავადება, რეალურად ამის თავიდან აცილება ნაკლებად შეუძლიათ. ანუ ისინი არ არიან დამნაშავეები მათ დაავადებაში, რაც ხშირად ასე აღიქმება საზოგადოებაში. ანუ მაგალითად, იგივე როდესაც მაღალი არტერიული წნევა აქვს, როგორც დაავადება ადამიანს, იმას არავინ ეჩხუბება, რომ რატო გაქვს წნევა მაღალი, მაგრამ ხშირად არის ხოლმე, რომ ესეთი პაციენტები განსჯის საგანი ხდებიან ექიმების მხრიდანაც კი არ ჭამო და არ გექნება ეს პრობლემა. თქვენი აზრითაც ასეა თუ არა, რა არის ამ სტიგმის მიზეზი თქვენი აზრით? აი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და მტკივნეულ საკითხს შეეხება, იმიტომ რომ აი ეს სტიგმა და ბაიას მიკერძოვებულობა, ხო, სიმსუქნის მიმართ ძალიან ესეთ გაჯერებულია ყველაში და მათ შორის სამედიცინო პერსონალში. საბოლოოდ ეს ყველას გონია, რომ იცი რა რაღაც ეს ან სტიმულს მიცემს პაციენტს, ასე რაღაც თითის დაქნება, თუმცა კვლევებითაც ვიცით, რომ ეს დადებით შედეგს არ გვაძლევს პირიქით. შედეგი არის ის, რომ პაციენტებს ექიმთან მისვლა არ უნდათ, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ რაღაც ვიღაცა დაუყვირებს და ეჩხუბება და შეარცხვენს და დაარცხვენს და ძალიან ხშირად ბევრი სხვა დაავადების, ვთქვათ, ამ პაციენტებს რაც აქვთ, ხშირად გვიანი დიაგნოსტიკა ხდება და გვიან მიდიან ექიმთან, რაც შეიძლება თავს იკავებენ, რომ აი, ოღონდ იქ ისევ წონაზე არ მოხდეს საუბარი და ესეთ უარყოფით კონტექსტში. როცა ვამბობთ, რომ სიმსუქნე არის დაავადება, არის ფაქტორები, რომლებიც ადამიანის კონტროლის ქვეშ არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ესეთი პროაქტიულები ვიქნებით და გვეცოდინება, რომ აიცი რა, მაქვს, ვთქვათ, ოჯახში სხვა წევრებსაც აქვთ სიმსუქნე, მაქვს გენეტიკური მიდრეკილება და რაღაც ბევრ რაღაცას გავაკეთებთ, იგივე ცხოვრების წესის შეცვლა და ასე შემდეგ, რომ მაინც და მაინც აუცილებლად დაგვემართება სიმსუქნე. რა თქმა უნდა, პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასევე ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმსუქნის ჩამოყალიბებაში მარტო საკვების მიღება და მარტო აქტიური ცხოვრების წესი ეს არ მონაწილეობს. ვიცით, რომ ვთქვათ, აი ეს გარემო ფაქტორების გამო ჯერ იწყება ეს ენდოკრინული პროცესების დარღვევა, მადა მეტაბოლიზმი, ნაყროვანება, ყველაფერი განისაზღვრება ტვინიდან. და ერთ-ერთი მექანიზმი სიმსუქნის ჩამოყალიბების არის, რომ ტვინი არიღებს სწორ სიგნალს პერიფერიიდან, იგივე ცხიმოვანი ქსოვილიდან და ჰორმონებიდან. ანუ სწორი რეაქცია არ აქვს მომატებულ წონაზე და აი ჰიპოთალამუსის ეგრეთ წოდებულ set points გონია, რომ ეს მაღალი წონა უნდა დავიცვა. ეს არის სწორი წონა. თავარი არის ის, რომ ექიმებმა განსაკუთრებით და პაციენტებმაც იცოდნენ, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ჭირდება მკურნალობა და აქვე ჩავამატებ, რადგან პრევენციაზე ახსენე ნატო. ნებისმიერ სხვა დაავადების დროს ვიცით, რომ არის პრევენცია და არის მკურნალობა. და ამ ორ შორის შეიძლება იყოს გადაფარვა, მაგრამ ეს ორი ერთი და იგივე არ არის. ხშირად პაციენტს, რომელსაც აქვს უკვე სიმსუქნე, შორს წასული სიმსუქნე და სიმსუქნის გართულებები და ველაპარაკებით მარტო
პრევენციულ ღონისძიებებზე ის კურნალობის შედეგს არ მოგცემს. ნებისმიერ სხვა დაავადებაში ჩვენ ეს ვიცით, ეს ინფექციური დაავადება იქნება თუ გულსისწორთა დაავადება იქნება, ხო, არის პრევენცია და არის მკურნალობა. თუ პაციენტს უკვე შორს წასული განვითარებული დაავადება აქვს, პრევენციაზე უნდა ვესაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო პრევენცია, პრევენციული ჩარევა მკურნალობას არ მოგცემს, შედეგს არ მოგცემს. კი, გეთანხმებით. იცი, რაზე ჩაგეკითხები მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელებს თვალს ვადევნებ ხოლმე და ვცდილობ ზოგადად ეს ინტერვიუები ისე წავიყვანო ხოლმე, იმის მიხედვით წავიყვანო, რა აინტერესებს ხალხს, რას კითხულობენ სამედიცინო ჯგუფებში. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ის, რომ აი წონაში ვერ ვიკლებ და შემდეგ მოდის რეკომენდაციები ინსულინ რეზისტენტობაზე, გაიკეთე კვლევები. ანუ ეს ინსულინ რეზისტენტობა არის წინამორბედის სიმსუქნის როგორც დაავადების? ეს ძალიან კარგი შეკითხვა და რატო? იმიტომ რომ რაც მესმის იგივე სოციალური ქსელებიდან ინსულინ რეზისტენტობაზე არის მათ შორის ექიმებიდან და სამწუხაროდ ხშირად ენდოკრინოლოგებისგანაც კი არის მე ბოლოდან ვუდგებით ინსულინ რეზისტენტობას. ანუ როცა ვახსენებთ ინსულინ რეზისტენტობას და კითხავთ, ექიმების უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ეს არის მომატებული ინსულინის ჰიპერინსულინემიის პრობლემა და ეს ხდება იმიტომ, რომ შაქარი არის ყოველთვის მომატებული. სინამდვილეში სიმსუქნე იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. შემდეგ უკვე ინსულინ რეზისტენტობა ართულებს, რა თქმა უნდა და აუარესებს ამ სიგნალის გადაცემას, მეტაბოლიკ სიგნალით, მაგრამ თავისთავად საწყისი არის არანორმალური გაცხიმოვნება. არანორმალური გაცხიმოვნება რას ნიშნავს, რომ ტანქვეშა ნორმალური ცხიმი, როცა გაჯერდება და ცხიმს არსად აღარ აქვს სხვაგან ასulis საშუალება, ამის გადმოღრა, ასე ვთქვათ, ხდება უკვე ორგანოებში, როგორც არის კუნთი და ღვიძლი და შეიძლება ამ დროს პაციენტს არც გქონდეს მაინც მომატებული წონა, მაგრამ გქონდეს არანორმალური გაცხიმოვნება, ანუ ეგრეთ წოდებული ექტოპიური ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ჩალაგდება სხვადასხვა ორგანოში, ეს უკვე იწვევს ინსულინ რეზისტენტობას, ანუ ცხიმი იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. და არა მაღალი ინსულინი. მაღალი ინსულინი არის უკვე არანორმალური გაცხიმოვნების შედეგი. შესაბამისად, ინსულინ რეზისტენტობის მკურნალობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შენი შემდეგი შეკითხვა, ინსულინ რეზისტენტობის მკურნალობა არის სიმსუქნის მკურნალობა, ცხიმის შემცირება. ძალიან ხშირად ნახავთ, რომ მაგალითად, აი, განსაკუთრებით მუსირებს, ასე ვთქვათ, ეს აზრი, ვინც არის დაბალნახშირწყლოვან ან კეტოგენურ დიეტაზე და ამბობს, რომ იცი რა, ამ დიეტას თუ დაიცავ, ინსულინი შემცირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნაკლები შაქარი და ნაკლები ინსულინი გამოიყოფა და ეს შველის ინსულინ რეზისტენტობას. სინამდვილეში დაბალნახშირწყლოვანი დიეტა და თუნდაც კეტოგენური დიეტა კი ინსულინი შემცირდება, მაგრამ ინსულინ რეზისტენტობის შემცირებას ეს არ ნიშნავს. სანამ ცხიმი არ დაიკლებს. სანამ ცხიმი არ დაიკლებს, კი. რომ იმ თუნდაც გლუკოზას, იმ ზედმეტ ენერგიას კონდეს სადღაც წასასვლელი. ინსულინ რეზისტენტობა რა არის, რომ უჯრედები ვეღარ უმკლავდებიან ამ ზედმეტ ენერგიას გლუკოზის სახით. ლოგიკურად მივადექით კვლევებს, დიაგნოსტიკას. და რადგან საქართველოში ძალიან, ანუ რეალურად საქართველოში კვლევების უმეტესობას აფინანსებს თვითონ მოსახლეობა, თვითონ პაციენტები აფინანსებენ ამ კვლევებს. მოდი გითხარი, როგორ ხდება სიმსუქნის დიაგნოსტიკა და აქვს თუ არა აზრი თუნდაც იმ კვლევებს, რომელსაც აი ინსულინ რეზისტენტობის დასადგენად თვითნებურად ან სოციალურ ქსელებში რჩევების გამო იკეთებს ხალხი.
კარგი, დავიწყოთ, როგორ ხდება თვითონ სიმსუქნის დიაგნოსტიკა. ვიცით ყველამ, რომ სკრინინგის მეთოდი არის სხეულის მასის ინდექსი, ხო? ეს არის ყველაზე მარტივი, თუმცა ეს კარგ შეფასებას არ გვაძლევს. მაგალითად, ყველა მაშინვე იტყვის, რომ აი სხეულის მასის ინდექსი არ არის კარგი, იმიტომ რომ თუ გვყავს სპორტსმენი, რომელსაც აქვს დიდი კუნთოვანი მასა, მაშინ სხეულის მასის ინდექსი მაღალია, მაგრამ არ არის გაცხიმოვნება. თუმცა უფრო დიდი პრობლემა არის, როცა პაციენტის ადამიანის სხეულის მასის ინდექსი არის შედარებით დაბალი, მაგრამ არის ექტოპიური განაწილება ცხიმის, მაგალითად მუცლის გარშემო. ანუ ეგრეთ წოდებული შეიძლება BMI სხეულის მასის ინდექსი იყოს ნორმალური, გაცხიმოვნება მაღალი. ანუ როგორ უნდა გამოვიკვლიოთ სიმსუქნე? პირველი, კი ბატონო, ვუყურებთ სხეულის მასის ინდექსს, მეორე არის ერთ-ერთი თუ ყველაზე მარტივი მეთოდი სანტიმეტრით მუცლის გარშემოწერილობის და თეზოს გარშემოწერილობის გაზომვა. და შემდეგ ამის თანფარდობა. ეს გვაძლევს ძალიან კარგ კორელაციას სიმსუქნესთან, განსაკუთრებით თუ გვაქვს აბდომინალური, რომელიც უფრო ცუდი ტიპი არის სიმსუქნის და ასოცირდება უფრო მეტაბოლურ დარღვევებთან. შემდეგი ყველაზე კარგი დიაგნოსტიკური მეთოდი არის body composition, ანუ სხეულის შემადგენლობა, კი ბატონო. არის ბევრი არაინვაზიური მეთოდი, რომელიცაც ჭირდება რაღაც წამები, რომ ეს განისაზღვროს და საქართველოში რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ბევრ ადგილას არის ხელმისაწვდომი. სანტიმეტრისგან და სხეულის მასის ინდექსისგან განსხვავებით უფრო იმას მოითხოვს, რა თქმა უნდა, სადღაც მისვლას და შეიძლება თანხებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სხეულის შემადგენლობის განსაზღვრა არის ყველაზე კარგი და ზუსტი მეთოდი, რომ დავსვათ სიმსუქნის დიაგნოზი. როცა გვაქვს სიმსუქნის დიაგნოზი, შემდეგ უკვე ვსაუბრობთ სიმსუქნის სტადიებზე. ამაშიც სხვადასხვა სისტემა გვაქვს, არის სისტემა, რომელიც სტადია დაფუძნებულია მხოლოდ სხეულის მასის ინდექსზე, მაგრამ ყველაზე კლინიკურად, რასაც ვიყენებთ კლინიკაში, არის გაცხიმოვნება და რამდენად არის სიმსუქნის გართულებები და სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებები სიმსუქნესთან ერთად. რა გამოკვლევები გავაკეთოთ სიმსუქნის დროს? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ჩატარებულ გამოკვლევებს, იმიტომ რომ ეს გვაძლევს რეალურად შეფასებას, რომ რა არის პაციენტის რისკი და რამდენად აგრესიულად უნდა მივუდგეთ მკურნალობას, ხო? რამდენად იგივე ინსულინ რეზისტენტობის ხარისხის განსაზღვრა, მისი გართულებები, მეტაბოლური დაავადებები, როგორიც არის პრედიაბეტი, დიაბეტი, ღვიძლის გაცხიმოვნება, ძილის აპნია და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერზე სკრინინგი უნდა გავაკეთოთ. ანუ ინსულინ რეზისტენტობის კვლევები, HOMA ინდექსი ქვია თუ არ ვცდები? ერთ-ერთი მეთოდი არის HOMA ერთ-ერთი მეთოდი, რაც ასე ძალიან პოპულარულია, უბრალოდ ერთი შემადგენელი პატარა ნაწილია ძალიან ბევრ კვლევებთან ერთად და თვითნებურად კვლევების ჩატარება სჯობია პირდაპირ მივაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც ასე ვთქვათ, სიმსუქნის სპეციალისტ, რომელიც ამ დაავადების განხრით მუშაობს. ესენი საქართველოში ალბათ ძირითადად ენდოკრინოლოგები არიან. კი, ანუ HOMA IR-ს, რასაც ხშირად იღებენ თვითნებურად, ერთ-ერთი ანალიზია, მაგრამ ესეც ცალსახად მარტო HOMA IR-ი იმდენად ინფორმატიული არ არის, რა თქმა უნდა, სხვა იგივე ლიპიდურ სურათთან და სხვა ტესტებთან ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს დავსვავ, იმიტომ რომ ეხლა მომივიდა თავში ეს საინტერესო შეკითხვები. მე თვითონ მაინტერესებს. რამდენად საერთოდ აზრი აქვს ამ HOMA ინდექსის განსაზღვრას? ანუ თუ ისედაც ხედავთ, ხილულად არის უკვე სიმსუქნე. არის იქ შანსი, რომ ეს ინსულინ რეზისტენტობა არ გქონდეს? ანუ როდესაც არის ჩამოყალიბებული სიმსუქნე ხილულად და პაციენტი ვერ ახერხებს აი ეს რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების წესით წონაში კლებას. ეს ხო ისედაც თავის თავში გულისხმობს უკვე, რომ ინსულინ რეზისტენტობა გვექნება, თუ არასწორად მესმის. არა. ანუ მივედით ისევე კამდე, რომ ბევრად უფრო რთული დაავადება. სიმსუქნის დროს ცხიმის განაწილება ხდება სხვადასხვანაირად და ის თუ აი ეს ზედმეტი ენერგიის მიღების გამო სად ჩალაგდება ცხიმი,
ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ხშირად არის უფრო გენეტიკურად განსაზღვრული. სიმსუქნის ტიპი, სადაც ცხიმის ძირითადი განლაგება ხდება კანქვეშ, ნაკლებად გვაძლევს ინსულინ რეზისტენტობას და ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან საკმაოდ მაღალი სხეულის მასის ინდექსი, მაგრამ მთელი ცხიმი იყოს კანქვეშ, ანუ არ იყოს მუცლის გარშემო ჩაგროვება და ორგანოების გარშემო და შეიძლება HOMA-IR-იც ნორმა იყოს, დიაბეტის სკრინინგიც ნორმა იყოს, პაციენტს არც მაღალი წნევა ჰქონდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ქონდა კანქვეშ უფრო ბევრი ადიპოციტი, ბევრი ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედი, რომელმაც შეძლო გაზრდა ზომაში. ყველას არ აქვს, მაგალითად, ზოგი ზედმეტი კალორიის დროს, ზედმეტი კალორიის მიღების შემდეგ ანში განაწილება კანქვეშ იმდენად არ ხდება და ცოტა ხდება, მაგრამ ანუ აი ეს threshold-ის ღურბლი არის უფრო დაბალი და უფრო მალე იწყება იგივე ღვიძლის გარშემო, მუცლის გარშემო ვენტრალურად ჩალაგება ცხიმის. ანუ სიმსუქნე, როგორც ასეთი, როგორც მაღალი სხეულის მასის ინდექსი აუცილებლად არ ნიშნავს ინსულინ რეზისტენტობას. და ინსულინ რეზისტენტობა თავის მხრივ ნიშნავს, რომ სადღაც არანორმალურად არის ჩალაგებული ცხიმი, მაგრამ მაინც და მაინც მაღალი სხეულის მასის ინდექსს არ ნიშნავს. ძალიან საინტერესო, ანუ ეს ესეთი საკითხებია, რაშიც მე ჩაღრმავებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რა ფართოა ეს თემა და მართლა რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად სპეციალისტმა, რომელიც სიმსუქნეს როგორც დაავადებას აღიქვავს, იცნობს და მკურნალობს და ამის გამოცდილება აქვს, მან მოახდინოს ამ დაავადების მკურნალობა. მკურნალობაზე რომ გადავიდეთ მკურნალობის მეთოდებზე და აგვიხსნა რა მკურნალობის მეთოდები არსებობს. ალბათ ესე დაწვრილებით ვერ ჩავალთ თითოეულ მათგანში და არც არის საჭირო, მაგრამ ზოგადად რომ მიმოვიხილოთ. მკურნალობის მეთოდები, ესე იგი, გვაქვს სიმსუქნის მედიცინაში ეგრეთ წოდებული პირამიდა. და ამ პირამიდის ქვევით, ანუ ბაზისი ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, საუბარი ცხოვრების წესზე, რაც მოიცავს როგორც კვებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას, ასევე სტრესის მენეჯმენტს, ასევე ძილს, ცირკადულ დარღვევებს და სხვა გარემო ფაქტორებს. ვახსენე, რომ ეს არის პრევენციის დიდი ნაწილი, მაგრამ მკურნალობის დროსაც, რა თქმა უნდა, ამით ვიწყებთ. მაგრამ ყველა ექიმმა მინდა იცოდეს, რომ როცა პაციენტი ჩვენთან მოდის, როგორც წესი, თუ პაციენტს რამე შეეძლო, რომ ეცადა, ყველაფერი ნაცადი აქვს. შეიძლება რაღაცები არასწორად გააკეთა, შეიძლება რაღაცები ისე ინტენსიურად გააკეთა, რომ უბრალოდ შენარჩუნება ვერ შეძლო, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ პაციენტს საერთოდ არაფერი არ ქონდეს ნაცადი და მივიდეს ექიმთან. შემდეგ უკვე იმის მიხედვით, რა სიმძიმის დაავადება აქვს პაციენტს, საუბრობთ მედიკამენტურ ჩარევაზე და ქირურგიულ ჩარევაზე. და აქვე მინდა დავამატო ერთი რაღაცა, რომ ეს პირამიდა არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ჯერ ერთი საფეხური უნდა გავიაროთ და დაველოდოთ და მერე მეორე საფეხური გავიაროთ. რას გულისხმობ? თუ მყავს პაციენტი, აი ჩავანაცვლოთ სიმსუქნე დიაბეტით. თუ მყავს პაციენტი, რომელსაც აქვს დიაბეტის აი საწყისი ფორმა, ზღვარზეა, მაგრამ გლიკირებული ჰემოგლობინი, ჰემოგლობინ A1C არის ნორმის ზღვარზე. აქვს დიაბეტი, მაგრამ ესეთი გართულებული არა. არ აქვს სხვა ორგანოების არ არის ჩართული ამ დაავადებაში, არ აქვს ესეთი ძლიერი ჰიპერგლიკემია, ანუ შაქარი შედარებით სტაბილურია. იმ პაციენტის მკურნალობა და პაციენტის, რომლის გლიკირებული ჰემოგლობინი არის 10, აქვს უკვე რეტინოპათიის და თირკმელის დაავადების ნიშნები.
ორივე პაციენტი მოვიდა პირველად ჩვენთან. ამ ორი პაციენტის კურნალობა, საწყისი ხო ვერ იქნება ერთნაირი. და ვერანაირად. ხო არავინ არ იტყვის, რომ იმ მეორე პაციენტზე, რომელიც უკვე იმის ზღურბლზეა, რომ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი ნებისმიერ წამს განუვითარდეს, ინსულტი ნებისმიერ წამს განუვითარდეს, დაველოდოთ, რომ იცი რა, მოდი, შენ ჯერ აუცილებლად უნდა ეს დიეტა დაიცვა და ასე შემდეგ და თუ დამიმტკიცებ, რომ შეგიძლია დიეტას მისდიო, მერე ვისაუბროთ წამლებზე. ამას არ ვეტყვით არც ერთ პაციენტს, რომელსაც აქვს ესეთი გართულებული დიაბეტი, ან მაღალი წნევა, ასე შემდეგ, ხო? იგივე დამოკიდებულება მაქვს სიმსუქნის მქონე პაციენტების მიმართ, ხო? არ შეიძლება, რომ რაღაცას, რომელსაც აქვს, თქვათ, არ აქვს ღვიძლის გაცხიმოვნება, არ აქვს მაღალი წნევა, არ აქვს დიაბეტი და პრევენციისთვის გვინდა წონაში დაკლება. და ადამიანს, რომელსაც სხეულის მასის ინდექსი აქვს 40-ის ზევით, ღამე ვერ ძინავს, ყველაფერი ცადა რაც შეეძლო, ღვიძლის ფერმენტები არის მომატებული, ქონდა უკვე მიოკარდიუმის ინფარქტი და იმ ადამიანს ასე მოლოდინის რეჟიმით და ნელ-ნელა ვუმკურნალოთ, ანუ ბომბზე ვზივართ მეორე შემთხვევაში, ხო? ანუ ეს პირამიდა არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტთან ერთ და იგივე ადგილას უნდა დავიწყოთ. თუმცა კი, ყველა საფეხური უნდა მივაწოდოთ, მაგრამ ეს საფეხურები სხვადასხვა მაინც ერთი მეორეს ინტენსივობის უნდა იყოს. თავიდანვე როცა გითხარი, რომ ეს არის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, ხო? ეს ნიშნავს, რომ სულ სადარაჯოზე უნდა ვიყოთ, ხო? ანუ თუ წარმატებით ვუმკურნალეთ სიმსუქნეს, მაგალითად ქირურგიული მეთოდით, ეს არ ნიშნავს, რომ მორჩა ფინიში გავედით და ყველაფერი დამთავრდა. ეს სწორად მესმის? კი. რამდენი ადამიანი ვიცით ჩვენს გარშემო, ვინც წარმატებით დაიკლო წონაში? ბევრი. აი უმრავლესმა ადამიანმა, ვისაც აქვს სიმსუქნე, წონის პრობლემა, იცის როგორ დაიკლოს წონაში და ბევრჯერ დაუკლია წონაში. მაგრამ პრობლემა არის შენარჩუნება. იმიტომ რომ ყველამ იცის ისე რაღაც გადავლენ, თქვათ, ორთვიან რაღაცა საოცარ დიეტაზე და ყოველთვის პრობლემა არის შენარჩუნება და კვლევებითაც ვიცით, რომ დაახლოებით 10%-ზე ბევრად ნაკლებს შეუძლია, რომ ეს შეინარჩუნოს. მორეციდივე ნიშნავს, რომ წონის დაკლების შემდეგ ჩვენ კი არ განვკურნეთ დაავადება, არამედ გადავედით რემისიაში. და იმისგან დამოუკიდებლად რა მეთოდით დავიკელით, ეს დიეტით იყო თუ ცხოვრების წესით, თუ წამლების დამატებით ამ ყველაფერზე, თუ ქირურგიული ჩარევით, კურნალობა, მონიტორინგი, რაღაცა ჩარევა ყოველთვის უნდა გაგრძელდეს. და ასევე მინდა ვთქვა, ბარემ ამ თემას არ ეხება, მაგრამ ჩავავატებ, რომ როცა ვამბობთ, რომ დიეტით თუ წამლის ჩარევით, როცა წამალს ვამატებთ თუ ქირურგიულ ჩარევას ვამატებთ, ეს ცხოვრების წესს არის შეცვლას არ გამორიცხავს. ეს არ ნიშნავს, რომ მოდი მარტო წამალს დავლევ, მეზარება, ვთქვათ, ჯანსაღი ყვება. ეს ასე არ უნდა იყოს. ანუ ეს არასწორი მიდგომაა და ისევ იმას ვუბრუნდებით, რომ ამას არ უყურებთ როგორც დაავადებას ამ შემთხვევაში თუ ასე ვუდგებით, არამედ როგორც ცუდ ცხოვრების წესს თუ მართლაც ნებისყოფის ნაკლებობას. იშვიათად ხდება ხოლმე ის სამწუხაროდ და აქვე მოგიწოდებთ იმისკენ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები და აქტიურად ჩაერთოთ და მე ყველა თქვენგანის კითხვას ვეცდები რომ გავაჟღერო ინტერვიუებში, მაგრამ ხანდახან ხდება რომ ჩვენი მსმენელი გვაწვდის ხოლმე კითხვებს და კითხვა იყო ინტერვალურ შიმშილზე. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიკითხო. ჯანსაღია თუ არა ინტერვალური შიმშილი, არის თუ არა მოწოდებული და ზოგადად აქვს თუ არა ამას თავისი ადგილი სიმსუქნის მკურნალობაში. ფრანიერი, ინტერვალური შიმშილი არის ერთ-ერთი
მეთოდი, ასე ვთქვათ, რომ შევამციროთ კალორიების მიღება. ბევრს გონია, რომ ინტერვალური შიმშილი არის რაღაცა მაგიური ჯოხი, რომელიც აუცილებლად დაიკლებ წონაში და ეს არის ერთადერთი მეთოდი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კვლევა გვაქვს ინტერვალურ შიმშილზე, კარგი ხარისხის კვლევები და ვიცით რა. ინტერვალური შიმშილი, ანუ ნებაყოფლობით კვების აკრძალვა გარკვეულ საათებში გვაძლევს ისეთივე შედეგს წონაში კლებისა, როგორსაც გვაძლევს კალორიების შეზღუდვა დღის განმავლობაში. ძალიან ბევრ კვლევაში, სადაც ერთ ჯგუფს მიცეს ანუ ინტერვალური შიმშილი და მეორე ჯგუფი იკვებებოდა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აქვთ ერთი და იგივე კალორიები, წონაში ყლება ხდება ერთნაირად. ანუ ინტერვალური შიმშილით დავიკლებთ წონაში თუ უფრო ნაკლებ კალორიას მივიღებთ, ვიდრე გვჭირდება და ინტერვალური შიმშილით ადამიანების უმრავლესობისთვის ეს ბევრად ადვილია, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში კალორიების ცვლა და ყველა გრამის გაზომვა რა მივიღეთ. ამიტომ არის რომ უმრავლესად ადამიანებს უფრო უადვილდებათ და უმარტივდებათ. თუმცა თუ დაიცავ ინტერვალურ შიმშილს და მიიღებ იმდენს ან იმაზე მეტ ენერგიას, რაც გვჭირდება, მაშინ მარტო იმის, რომ ინტერვალურ შიმშილს იცავ, მარტო მაგიტო წონაში ვერ დაიკლებ. ანუ ყველა ვარიანტში მაინც უნდა იყო კალორიულ დეფიციტში. მაგრამ ვაყენებს თუ არა ამით ჩვენს თავს სიანს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი სხვა შორის რომელსაც ოღონდ ცხოვრებაში პრობლემა არ ქონია სიმსუქნის და მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია რაც უნდა ისაკეთოს და სიმსუქნეში არ გადავა, შეიძლება ხანდახან 5 კილოთი მეტი იყოს ნაკლები, მაგრამ სიმსუქნეში არ გადავა, ძალიან მკიცხავს იმაზე, რომ მე ამ ინტერვალური შიმშილით აქტიურად ვარ დაკავებული, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ეს რამე ზიანის მომტანი არის? არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ინტერვალური შიმშილი და აქ ახლა გახანგრძლივებულ შიმშილს და კვირობით შიმშილს არ გულისხმობთ, ხო? დღიურად ინტერვალურ 18-20 შიმშილის, საათი. კი ბატონო. არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება მაგის შესახებ არ არსებობს. მათ შორის არც ქალებში, იმიტომ რომ მითი არის, რომ აი ქალებისთვის განსაკუთრებით ცუდია. მსგავსი კვლევა, სადაც გამოვიკვლეთ ქალებში ინტერვალური შიმშილი და აღმოვაჩინეთ, რომ ეს რაღაცა ცუდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, არა. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ შიმშილზე, ხო, starvation-ზე, სადაც უკვე შიმშილის ფაზაში გადადიხარ, რა, ჩვეულებრივად დღის განმავლობაში კვებაზე. ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, რომ კვლევებში, სადაც ვადარებთ ინტერვალური შიმშილის სხვადასხვა მოდელს და თუ ვიკვებებით ეგრეთ წოდებულ ცირკადულად, ანუ დღის პირველ ნახევარში და ვადარებთ ადამიანებს, რომლებიც იკვებებიან დღის მეორე ნახევარში, ვთქვათ, საუზმეს გამოვტოვებთ, როცა კალორიებს ერთნაირად იღებენ, წონაში კლება ან არ კლება ზუსტად ერთნაირად ხდება, ანუ წონაზე არა აქვს მნიშვნელობა საუზმეზე და ადრეულ სადელზე მიიღებთ კალორიებს თუ უფრო ლანჩის მერე წონაზე, მაგრამ სხვა მეტაბოლური მარკერები, მაგალითად ტრიგლიცერიდები, ინსულინ რეზისტენტობის მარკერები და ის უფრო უკეთესი პარამეტრები ქონდათ იმ ადამიანებს, მონაწილეებს, რომლებიც იკვებებიან დილით უფრო ადრეულ საათებში. ანუ წონისგან დამოუკიდებელი სხვა სარგებელი უკეთესი არის, როცა ხდება კვება ეგრეთ წოდებული ცირკადული კვება, ანუ დღის განმავლობაში და აღარ ვიკვებებით ღამე. თუმცა ადამიანების უმრავლესობისთვის დღეს ჩვენი სამსახურის საათების და ყველაფრის გათვალისწინებით და გამო ეს უფრო ძნელია, ხო, ვიდრე სახში მოხვალ და ისადილებ, მაგრამ წონაზე ამას არანაირი გავლენა არ ქონდა. ძალიან სასარგებლო ინფორმაცია. დიდი მადლობა. რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ სიმსუქნე არის დაავადება, რომელიც არის ქრონიკული და მორციდივე. არის რაღაცა კიდევ, რაც გინდათ რომ დაამატოთ, რაც მნიშვნელოვანია თქვენი აზრით, განსაკუთრებით ქართველი მსმენელისთვის და პაციენტებისთვის. პირველ რიგში ეს რაც როგორც შეაჯამენატო, რომ სიმსუქნე არის დაავადება და ეს მინდა განსაკუთრებით
კარგად გაითავისოს და იცოდეს განსაკუთრებით ექიმმა. იმიტომ რომ მკურნალობის საწყისი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს არის დაავადება. ეს ერთი. მეორე, პაციენტებმაც მინდა იცოდნენ, რომ ეს დაავადება არის, ეს არ ნიშნავს, რომ რადგან გენეტიკური განწყობა აქვს და აუცილებლად უნდა განუვითარდეს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი, რომელსაც აქვს სიმსუქნე არის ზარმაცი, ან არ აქვს ნებისყოფა, ან არაჯანსაღად იკვებება. ძალიან ხშირად პაციენტები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე, იკვებებიან ძალიან სწორად. უბრალოდ ვერ აღწევენ იგივე იმ კალორიულ დეფიციტს. ანუ ეს სიზარმაცესთან და არაჯანსაღ კვებასთან გაიგივებული არ უნდა იყოს. და მესამე, თვითნებური მკურნალობა განსაკუთრებით წამლებით, შეიძლება სავალალო შედეგი მოგცეთ. ამიტომ აუცილებლად იყავით ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც იცის სიმსუქნე როგორც დაავადება. ძალიან კარგი დასასრულია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გამოიწერეთ ჩვენი არხები, შემოგთავაზეთ თემები და კითხვები. დიდი მადლობა. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.